კი ბატონო. დავიწყეთ მეგობრებო. ბატონი მამხაზი ისაუბრებს public დაიდო ეს ლაივი და ისაუბრებს მსოფლიო ტენდენციებზე ზოგადად და ამ ჩანაწერს გთავაზობთ ყველას. კი ბატონო. ყველას აინტერესებს რეალურად ის, რაც ხდება დღეს. ეს რაც ხდება დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ არის გასაზრდელი და დიდი ხნის წინ უკვე ძალიან იყო ცნობილი თანაც. თან სულ დეტალებში იყო ცნობილი. მე რასაც ვაქცევ ბოლო ყურადღებას, როგორ მიდის სიტუაციები, თითქმის 90% შემიძლია ვთქვა, რომ ხდება ზუსტად ისე, როგორც მე ვიცოდი, რომ უნდა მოხდარიყო. ეს მე არ ვიცოდი, იმიტომ რომ დამესიზმრა. ასე ვთქვათ. გარკვეულად დათვლებით, გარკვეულად ბევრი ინფორმაციით. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა დაგროვდა ამ თემაზე. მაგრამ მე განსაკუთრებით იმ მასალებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ძალიან მომწონს და რომელსაც ზუსტად ემთხვევა. ეს არის რენოს მასალები, ეს იყო მე-14 საუკუნის შავი ობურბას ეძახდნენ ესეთი ბერი. ეს არის ალბერტ დიდის მასალები. ეს არის მე-13 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე ალქიმიკოსი, ამავე დროს და ფილოსოფოსი ამავე დროს, ძალიან მაღალი დონის იყო. ეს არის ამავე დროს გამოვიყენებ მესამე, ეს არის ალიოს ალმაიერი. ალმაიერი გარდაიცვალა 58 წელს. მას არც ერთი შეცდომა არ მოსულია თავისი ცხოვრების განმავლობაში, 18 წლის იყო მიწაში ჩააწვინეს. იმიტომ ჩათვალეს, რომ მოკვდა პირველ მსოფლიო ომში 1914 წელს და დამარხეს და აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო და ამოვიდა მიწიდან. იმის შემდეგ დაიწყო მათ ხედვა. იმ დონის ხედვა ჰქონდა, რომ ბევრჯერ შეამოწმეს, დაჭერაც კი მოუნდომეს და არასოდეს არ შემცდარა. ყველაფერი ზუსტად ისე ხდებოდა, როგორც ხდებოდა. და მისი ბოლო ხედვა იყო ის, რასაც მე დღეს მოგიყვებით. ძალიან საინტერესოა და იმიტომ. ამათი შეჯამებას ვუყვები. ისე არა, რომ ერთი მხარე მარტო. და ამის გარდა ნუ არის რაღაცები, რაც ჩემი პირადი გამოცდილები და მაქვს და ამავე დროს რაც ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ მომხდარიყო, ესაც გარკვეული ხედვებისა და გარკვეული გათვლების პოზიციიდან და ამას ნუ პარალელებში თუ საჭირო გახდა გამოვიყენებ სახარების მომენტებსაც იქაც არის და იმიტომ. მთელი ეს ომი დაიწყო, რაც ახლა მიდის სინამდვილეში, მთელ მსოფლიოში დაიწყო 1998 წელს. როდესაც სერბეთში მოხდა პირველი ომი. გახსოვთ, როდესაც მშვიდობის სახელითო იქნება ომიო, აი მაგის მერე მოვალმეო, სახარებაში ეს სხვადასხვა. მშვიდობის სახელით ომი. ძალიან უცნაური იყო, თავიდანვე მეუცნაურა 98 წელი. და უბრალოდ 666 გადაამრავლეთ სამზე და მიიღეთ 1998 წელს. მიიღებთ 1998 წელს. ქრისტე გახსოვთ რას ამბობს? სანამ მე ვარ მანამდე ანათელი მეწავა და დაიწყება დიდი და უკუნი ხამე. დაიწყო დიდი და უკუნი ხამე პირველ საუკუნეში და ეს დიდი და უკუნი ხამე გაგრძელდა ამ პერიოდამდე. ეხლა ჩვენ რიჟრაზის პერიოდში ვართ. ანუ ნელ-ნელა თენდება. მაგრამ სანამ როდესაც ცადა მიწა გაიყოფაო შეერთდება, ჯერ შეერთდება რა თქმა უნდა და შემდეგ გაიყოფა. აი მაშინ ერთ ოჯახშიო დედა ისა ცოლი რო იქნება და ქმარი დარჩება ცოლი წაყვა. ამ პირიქით. და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ნაწინასწარმეტყველები. მაგრამ მე არ მინდა იმ ძალიან ძველ წინასწარმეტყველების მიუყვე. მიახლოებით 30-მდე აპოკალიფსისი არსებობს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველა მაქვს წაკითხული.
იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ეს თემა. მაგრამ მოგიყვებით რაც მოხდება. წინასწარმეტყველებაში ესეა რომ ეს ომი დაიწყებოდა უკრაინიდან, ისა სირიიდან, ბოდიში. ესეც მოხდა 2014 წელს დაიწყო სირიიდან. შემდეგ მოხდებოდა ამ ამბის უკრაინაში გადასვლა. მოხდება თურქეთს საბერძნეთის დაპირისპირება ძალიან სერიოზული. რის შემდეგაც თურქეთი დაიშლება. და არ იარსებებს როგორც სახელმწიფო. წინასწარმეტყველებაში ესეა რომ 1/13 ქრისტიანობას მიიღებს, 1/13 უბრალოდ გაწყდება და 1/13 წავა სამხრეთისკენ. ალბათ ერაყის და ირანის ტერიტორიაზე. უკრაინა ბოდიში და ძალიან იმედი გაქვთ თქვენ და მეც მინდა და გაიმედოთ, მაგრამ ვერ დაგაიმედებთ. არაფერი დიდი მომავალი არ უწერია. არც ევროპას. ეს ის დროა, როდესაც იწყება ევროპის დასასრულის დასაწყისი. რუსეთის ჯარი თითქმის გერმანიამდე მიაღწევს და იტალიისკენ გადაუხვევს. და იმ მომენტში მოხდება ალმაიერის მიხედვით, გერმანელი ალმაიერი, მაგ მომენტში მოხდება თვითონ რუსეთში დიდი ამბავი, რის შემდეგაც ჯარი იძულებული იქნება უკან წავიდეს. და დაბრუნდეს რუსეთში. და რუსეთს მომავალში რა თქმა უნდა დაშლა უწევია. ჩვენს გარშემო ბევრი ქვეყანა გაქრება. ძალიან ბევრი ქვეყანა. არა ალმაიერმა მაშინ არ იცოდა რა იყო და არც ალბერტ დიდმა არ იცოდა რა იყო რადიაცია და რა თქმა უნდა არ იცოდა ატომური აფეთქება რა იყო. მაგრამ ის რაც აღწერილი აქვს ქალაქებიც კი აქვს დასახელებული ალმაიერს, რომელ ქალაქებში შეუძლია გერმანიის. ის რაც აღწერილი აქვს ის არის ღიად აფეთქება, ანატომური აფეთქება, ან ძალიან დიდი ქიმიური აფეთქება რაღაცა, ისეთი, რომელიც გამოიწვევს საშინელ სამდღიან საშინელებას. სამდღიან საშინელებას, რომლის დროსაც ღიად დარჩენ წყალსაც კი ვერ დალა. ფანჯრებს სახლებში უნდა ჩაიკეტება ხალხი და ფანჯრასაც არ გახსნის. ფარდებს ჩამოუშვებს. იმიტომ რომ გარედან შევასრულოს სინათლე გაანადგუროს, ძალიან ცუდი იქნება სიტუაცია. მაგრამ ეს გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ 3 დღე. ამ პერიოდთან ძალიან ახლოს ვართ. და შეიძლება არც ისე შორომოში ამ 6 თვის განმავლობაში მოხდეს ეს ყველაფერი. ევროპაში. მაგრამ შემიძლია ერთი რამ ღიად ვთქვა, არაფერი არ ეხება საქართველოს. აბსოლუტურად. ერთადერთი შემდეგი ეტაპი ეს იწყება, თან როგორ არის ისი ნაწილასამართლებელი შემდეგნაირად. პირველი ყველაფერი, იმიტომ ვიძახდი 2016 წელს, რომ ესეთი რაღაცები მოხდება მეთქი. პირველი ყველა ეტაპი ეს ეტაპი დაიწყო სამართლში 2020 წლის ბოლოს, დეკემბრიდან სადღაც. როდესაც პირველი გამოაცხადეს პანდემია. მე გავთვალე ეს 2021-დან იწყებოდა. იანვრიდან. თქვა სადღაც 1 თვე შევსწრე. ეს ეტაპი გრძელდება საკმაოდ ხანს, რა თქმა უნდა. მაგრამ პირველი უნდა დაწყებულიყო შემოგდებული, ასე რომ ვთქვათ, ვირუსით. ვირუსის იდეა იყო. ყველა სენსაცია ხელმეორდება იმ ვირუსის. იდეა იყო. ეს პერიოდი გადავიარეთ, ინფექციის პერიოდი, ასე რომ ვთქვათ, მასიური, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი იყო გაეწყვიტათ კაცობრიობა, ვერ გაწყვიტა კაცობრიობა, იმიტომ რომ არ იყო ეს ვირუსი, რომელსაც შეეძლო კაცობრიობის გაწყვეტა, ხელოვნურად ბევრი დაეხმარნენ, მაგრამ მაინც არ გაგულიდათ. შემდეგი ეტაპი ეს უნდა ყოფილიყო, რომელიც დაიწყო უკრაინაში. ეს ომი კარგად დაგეგმილი ომი იყო, ჯერ კიდევ 2013 წელში. თუმცა ამ ომზე ლაპარაკობდა ჯერ კიდევ ბისმარკი, არათუ ერთადერთი საშუალება რუსეთის დაშლის ეს არის უკრაინასთან ომია. ანუ ერთ ხალხს შორის ომი რო დაიწყოს. ეს ბისმარკს უწევია.
შემდეგ ბჟეჟინსკიც იგივეს ლაპარაკობდა 90-იან წლებში თავის წიგნშიც დაწერა და ამბობდა რომ აუცილებლად უნდა მოხდეს უკრაინელები უნდა აუმხედრონ რუსებს და მათ შორის ეს ორი უნდა მოხდეს. შემდეგ დაიწყო ესეთი იდეა შემოვარდა ახალი იერუსალიმი ერქვა ამ იდეას 2013 წელს დაიგეგმა ყველაფერი ამის მასალები არსებობს დაიგეგმა ყველაფერი და მოიყვანეს ეს დიდი უკრაინელი გმირი ზელენსკი რომელიც უკრაინელის არ არის ალბათურად ხოდა დაიწყო ამ პროექტის განხორციელება უკრაინის დაშლის პროექტის განხორციელება და არა მარტო დაშლის აი იმ საშინელი ომის რომელიც უკრაინაში დაიწყო ეს ომი აქ არ თავდება შემდეგ იგივე კეისის წინასწარმეტყველებებსაც რო გავყვეთ პარალელურად რასაც კეისი წინასწარმეტყველებს ის ძალიან გავს აი ეს დიდი ვულკანი რო ყავთ დასავლეთ იმისი რა ქვია ამერიკის სანაპიროზე ელოსტოუნი მაგის აფეთქება შესაძლებელია მე დავინტერესდი და მაგ ვულკანის გეოლოგიური მასალები და რაღაცა ну რაც არის ასეთ ხელის მიცნობა შეიძლება რომ ზუსტ მონაცემებს გეოფიზიკურს და გეოლოგიურს მე არავინ მომწევს მაგრამ ზოგადები არის ინტერნეტში მოგზებნე და ვნახე არის შესაძლებელი იმის იყო მართლა აფეთქება ეს ვულკანი თუ აფეთქდა ამერიკა გასკრება როგორც კონტინენტი მაგრამ ის რომ ამერიკაში სამოქალაქო ომი პრაქტიკულად გარდუვალია, ამაზე უკვე ორი აზრი არ არსებობს. და ამას რაც არის აღწერილი იმის იმაში და ამერიკის დაშლაც გარდუვალია, არა მარტო რუსეთის, მაგრამ მე როგორც ხვდები მათი აღწერის მიხედვით რუსეთი უფრო ადრე დაიშლება ვიდრე ამერიკა, მაგრამ უბედურება ამერიკაში ამ შემოდგომიდან რო დაიწყება. შორს არ წავა, ისე ჩანს. ყველაფერი და იქით მიდის ყველაფერი. თუ ყველა ამ წინასწარმეტყველებას დეტალურად გავყვებით, აი ეს გრაფიკიც, რაც სოფლიო გრაფიკია და 21 წლიდან უნდა დაწყებული იყო ეს ეტაპი მთლიანად. ეს გრაფიკი მე რამდენჯერმე ადრეც მიახლოებით 20 წლის წინათაც გამოვაქვეყნე გაზეთით. ეს გრაფიკი ასრულდება. მაგრამ ამ გრაფიკში ისე ჩანს, რომ საქართველოს პირიქით. ეს პერიოდი იქნება საქართველოსთვის აბსოლუტურად სასარგებლო. საქართველოს გაიზრდება პირიქით თავისუფლებში. ანუ ხდება, ანუ ეს წინასწარმეტყველება და ალბათ იონე ზოსიმეს წინასწარმეტყველებაც არ არის შემთხვევითი. იმიტომ რომ ეს დასტურდება მათემატიკურადაც. უბრალოდ როდესაც ბედის არსებობს ესეთი მუნდალური, აი გრაფიკებს როცა ვაგებთ, არის ორნაირი. არის ერთი ინდივიდუალური, როცა ადამიანზე აკეთებ გრაფიკებს, მისი ბედის წერისა და იმის ნების ხაზის განსაზღვრის და არის სახელმწიფოს განსაზღვრის მუნდალური ქვია მაგას პოლიტიკური გრაფიკი, ანუ ასე რომ ვთქვათ. ამ გრაფიკის მიხედვით საქართველოს თავის უმაღლეს წერტილში მოდის ამ ეტაპზე. ეს ეტაპი გაგრძელდება მიახლოებით იმ გრაფიკის მიხედვით, რომ მუნდალურ გრაფიკში 10 წლიანია ციკლი, ინდივიდუალურში 12-იანი, 10 წელი. 10 წელი იწყება 21-ში და თავდება 31-ში. ესე იგი ამ პერიოდში საქართველოს უნდა გახდეს მართლა დამოუკიდებელი. აქამდე რომ დამოუკიდებელი არ ყოფილა, ალბათ ყველა დამიტახება. აქამდე ეს იყო მარიონეტი, ვიღაცების ხელში. არა მარტო რუსეთის, ამერიკის, ევროპის და ასე შემდეგ. ვისაც არ ეზარებოდა ყველა თიც ყოფდა საქართველოს შიდა საქმეებში. ის კი არა, აგერ სომხეთი და აზერბაიჯანიც კი და თურქეთი. აღარ არის ლაპარაკი, ვისაც არ ეზარება. იმიტომ რომ ჩვენ ყველას მეგობრებს ვეძახით, მაგრამ მეგობარი არავინ არ არის. საქართველოში ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვა. ეს შემიძლია გითხრათ. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ალბათ ამ წინასწარმეტყველებში ეს არის რუსეთის ნაწილი და თურქეთის ნაწილი. იმიტომ რომ საქართველოს სარგებლობას ეს ორი ნაწილი მოუწევს. იმიტომ რომ არც ერთი გვეყოლება როგორც მტერი და მოყვარე და არც მეორე. საბოლოო ჯამში. ხოლო რაც შეეხება ევროპას
მე არ ვიცი შევალ თუ არა ევროსაიუზში შეიძლება ხვალ გამოაცხადონ და ევროკავშირში წევრობა მოგვცემი. ეს იქნება ძალიან ხანმოკლე თუ მოგვცეს. იმიტომ რომ თვითონ ევროკავშირი აღარ იარსებებს. და არც ამერიკას ეცლება ჩვენთვის ძალიან მალე. საერთოდ ეხლა რომ გამოდიან და რასაც უნდა იმას რატრატებენ, ვეღარ ირატრატებენ, იმიტომ რომ აზრი არ ექნება ამ რატრატს ყველაფერს. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. სხვადასხვა დათვლებით ეს პროცესი მთლიანად დამთავრდება 33 წელში. ჩემი გათვლით საქართველოს 21-მდე თავის ენიჭია. არის ამავე პერიოდში შემოდის მეხუთე განზომილებაც, ეს იმას ნიშნავს, რომ მეოთხე, მეხუთე, მესამე ერთდროულად იქნება დედამიწაზე, რაც გამოიწვევს დიდ ფსიქიკურ დარღვევებს. მასიურ ფსიქიკურ დარღვევებს გამოიწვევს და ძალიან ბევრი ადამიანი გაბერებს, ბევრი მკვლელობა იქნება, ბევრი თვითმკვლელობა იქნება, ბევრი საშინელება მოხდება. ამას იწვევს რა იცი, აი როგორ იქნება, იცი, წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა ტიპი გამოვარდა ქუჩაში ავტომატით და დაუწყო ხაზს რომ ეს რატო ხდება? იმიტომ ხდება, რომ იმას ეჩვენება, რომ ეს პრობლემები მართლა თვითონ კი არ არის ესეთი წვიმია გარეული პრობლემები. რაღაცებს ისეთებს დაინახავენ, გადასვლის პერიოდში ისეთი მომენტები მოხდება, რომ აი ქალსა და ხელშუა რაღაცა გადმოვარდება, რომელიც არ საიდან არ არის. და ესეთი ნიeti საერთოდ არ არის. ეხლა უკვე ხდება ეს პროცესები. ეს ამაზე მე მიახლოებით 6 წელს ვსაუბრობდი, მაგრამ ეხლა უკვე ხდება ესეთი, იმიტომ რომ უამრავი მასალები დევს, როცა არსაიდან რაღაცები ჩდება, ტრასაზე მანქანა, ჰაერში კიდე რაღაცა და ასე შემდეგ და ხდება უამრავი კატასტროფები. ეს ხდება, იმიტომ რომ უკვე გაცრეცილია ამ სივრცეებს შორის ზღვარი. და უკვე ერთმანეთს უახლოვდებიან. ანუ ამ გზაზე ჩვენ გადავიხარეთ ცენტრს იქით და სადღაც ცოტა ხანში გამოჩნდება ეს განზომილება. ორივე ერთად რომ გამოჩნდება, არის ესეთი წინასწარმეტყველება ყველანი ციტეს მოცვალებუთა აღდგომის შესახებ. არანაირი აღდგომა არის ეს ზუსტად, უბრალოდ დაინახავთ იმათ, იმიტომ რომ ისინი არ არიან მიცვალებულები. მიცვალებულები არიან, ბრები არ არიან, ჩვენგან არიან წასული. და იმის გამო რომ ისინი არიან იმ სივრცეში, ის გამოჩნდება ფიზიკურად. და ჩვენ მათ ფიზიკურად დავინახავთ იმ დონეზე, რომ მათ შევეხებათ. ეხლა წარმოიდგინე რამხელა შიზოფრენიებს გამოიწვევს ეს ხალხში. და რამხელა პანიკებს გამოიწვევს. ეს თავისთავად ხდება. კიდე მასიურად გამრავლდება და ეხლაც არის. უკვე სისარგებლობით ძირითადში დაზიანება. რატომ? იმიტომ რომ ამ ვიბრაციების აწევას სისარგებლე ვერ უძლებს. იმათლამდე რომ მივართ რაღაც უკვე 52 ჰერცს აცდება დედამიწის სიხშირე. 52 ჰერცი ზოგადად სიყვარულის სიხშირეა. და კოსმოსური სიყვარულის სიხშირე 250 ჰერცია. უკვე აცდება დედამიწის სიხშირე და ეს საკმაოდ წარმოუდგენელი და ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ არის რომ მე ვამბობ რომ საჭიროა ადამიანი იქცეს ადამიანად. რომ ამ ყველაფერს გაუწევს. ვინ გაუწევს? ვისაც აქვს ემპათიის გრძნობა. ემპათია რა არის? ესეც შეგვიძლია კიდევ ერთხელ ავხსნათ. ემპათია ეს არის ზუსტად მეორე ემოციური სივრცის სიყვარული. რეალურად. შენ გიყვარს, უბრალოდ უპირობოდ გიყვარს, მაგრამ ემოციური სივრციდან გამომდინარე და არა მენტალური სივრციდან უმაღლესი სიყვარული, სიყვარული. სიყვარული. ის სხვა რა, ეს არის ღმერთი ზუსტად სიყვარული ღმერთია. ზუსტად ის არის. მაგრამ ჩვენ ორგანიზმში ჩვენ გვაქვს ჩვენი ემოციური სიყვარული. იცი, ბევრი კანონები არსებობს სხვადასხვა რელიგიებში და ერთ-ერთი უმთავრესი ეს არის განსჯა. სიმართლის ლაპარაკი განსჯა არ არის. განსჯა არის, როდესაც ვიღაცაზე რაღაცას ვცდილობ გამოწერო და გონია რომ შენ ხარ მართალი და ის არა. ჩვენ ელემენტარულად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არავის უკეთესები არ ვართ და არავის უარესებიც არ ვართ. არ არსებობს უკეთესი და უარესი მოგონილი თემა. და ჩვენ არ ვიყავ რაღაცაზე ესე იმაჟის ისე მოიქცა, ისე მოიქცა, რომ ეს ეხება. ადამიანი ისეთი მომიობა, როგორც არის. ემპათიის პირველი საფუძველი ეს არის. ჩვენ აკეთე ის, რა ჩვენ გინდა აკეთო კარგი. და ნუ ანუ მადლიქენი კვაზი და გაიარება.
ქართული მომენტია. ქართული თქმა და აბსოლუტურად სწორი თქმა. აი ეს გრძნობები უნდა გაძლიერდეს ადამიანებში. მე რატომ მგონია რომ კი არ მგონია ყველა წინასწარმეტყველება ამას ლაპარაკობს, მაგრამ მე რატომ ჯერა რომ საქართველოს გადარჩება. მიუხედავად იმისა, ახლა სოციოპატიური ფორმაა საქართველოში, ეს არის მცირე მასაში, როცა სილამბუდაში. რამდენიმე ტელევიზია რო აშუქებს ისეთი პროცესს საქართველოში ესახება, ესე არ არის. იმიტომ რომ რაც ჩამოვედი ბევრად გიზები ყავდა და ხედავ ძალიან დიდი ემპათიური ფონია საქართველოში და ამ ემპათიურმა ფონმა გაგვაძლევინა ეს 30 წელი. მე მსგავსი ემპათიური ფონი არ მინახია არსაც. ბევრად გიზები ყავდა. აბსოლუტურად გრილი და უემოციო დამოკიდებულება თითქმის ყველგან. სამ მუშკეტერის საფრანგეთში, სამ მუშკეტერის ეპოქა აღარ. ეს კარგად ჩანს. არც გოეთეს გერმანიაში გოეთეს ეპოქა. იცი ვიღაცას გონია იმ დრო ბევრჯერ არის დაწერილი რომ თურმე ინტელექტით მოვიდა. და ინტელექტით შეიძლება ყველაფრის გააზრება და გადასვლა. ინტელექტი არ არის ის რაც ჩვენ გვგონია ინტელექტი. ინტელექტი გრძნობის გარეშე და ემოციის გარეშე ინტელექტი არ არის. ჩვენ ინტელექტურად განათლებაში, ანუ ნაკითხობაში, შემთხვევაში და ემოტი. კითხვით არა, შეგრძნებით უნდა მივიდეთ ყველაფრამდე და ემპათია სჭირდება შეგრძნება პირველში. ახლა საქართველოს ორგანიზაციაც ემპათია და რამდენად ემპათიურია კაცმა არ იცის. არა ჩვენ ვურევთ იმას, რომ იცი ემპათიას ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ ცუდი კუთხიდან და ეურის ტოლერანტობას. არა, უბრალოდ შეიძლება მიიღო ადამიანი მიიღო ისეთი როგორიც არის და გიყვარდეს ისეთი როგორიც არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დამაშავე არ უნდა დაისაჯოს. სიმართლე არ უნდა ითქვას, პირიქით სიმართლე აუცილებელია და ყოველთვის აუცილებელი იქნება, სადაც არ უნდა იყოთ, რომელ სიცოცხლეშიც არ უნდა იყოთ, იმიტომ სიმართლეა ერთადერთი მოდელი წერტილი. სიმართლეა მოთხოვია და სწორედ ეს ამ სიმართლის გამო ღირს ცხოვრება. მეტი არაფრის გამო. მის არ არის ის რისი დამოკიდებაც შეიძლება. მატერიალური სამყარო არ არის ის რისი დამოკიდებაც შეიძლება. იცი ის სამყაროც მატერიალურია. ჩვენ ხშირ შემთხვევაში მგონია რომ გვხვდებით ჩვენ გადავდივართ სრულად სულიერი სამყაროც მატერიალურია. იმიტომ რომ ის რაც ითვლება, ის რაც იზომება, ყველაფერი მატერიალურია. აბსოლუტურად. ჩვენ ვიცით რომ სამშენებლოსაც აქვს ჭაობი. და უამრავი მეცნიერული დამადასტურებელი სამეთები არსებობს. ის რო არსებობს თქვათ არ გჯერა, მაგრამ გარკვეული კვლევების შედეგად დადასტურებულია. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევა იყო, მე ამებზე ყველაფერზე იმიტომ გადავდივარ, რომ განწყობაც პარალელურად, სწორი განწყობაც თუ შევძელი ჩამოვაყალიბო. რამდენიმე სამეცნიერო ლაბორატორიაში ჩატარდა ესეთი ექსპერიმენტი. რეანიმაციებში, ხშირად პირდაპირ ჩატარდა ესეთი ექსპერიმენტი. კომაში მყოფ ადამიანებს უკეთებ სურათებს ისა რა ქვია, ნაწერები იყო კედელზე ჭერზე აკრული, ოღონდ ასე მოთან მხრიდან შეეწო მარტო დაახურა ეს კედლებზე გაკეთებული. მიახლოებით 140 კაცმა გაიარა ეს ექსპერიმენტი, რომელიც გადარჩა. ყველას საკითხული ჰქონდა. შეუძლებელი იყო კაცი რომელიც იწვა სარეცელზე იმას ის წაეკითხა. იმან კი არა იქ მარიწოდები კრაეწერა. ყველამ საკითხული ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურად არსებობს სამშობლოში. და მას აქვს ფიზიკური, ის არ არის, ვთქვათ, 80 კილო და დიეტაზე ვერ დაჯდება, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. ამდენად ის არსებობს, რეალობაში არსებობს და რეალური ადამიანი ეს არის სამშობლოში.
სწორედ ამიტომ ყველაფერს ამას ბოლოს იმით დავამთავრებ, მოკლედ რა, ბევრი რო არ გავაქცევ. იმით დავამთავრებ, რომ არც ისე რთულადაა საქმე, როგორც წარმოვიდგენია და როგორც ჩანს იმ წინასწარმეტყველებებში. რეალურად ყველაფერი ეს მოხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცობრიობა დაამთავრებს არსებობას. უბრალოდ განვითარების სხვა ეტაპზე გადავა. და გარკვეული ადამიანები, რომლებსაც ეს არ ექნებათ გააზრებული, რომელსაც არ ექნებათ ეს ემპათია, ისინი დარჩებიან ქვედა კაცობრიობაში. ანუ დედამიწა ცვლის და იწყებს ახალ ეტაპს საკუთარი ცხოვრების. ამიტომ ეს გარდუვალია. ის რომ ჩვენ დაღუპულები ვართ, ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება, ჩვენ გვიპატრონებს ან ამერიკამ, ან რუსეთმა, ან ევროპამ, ესაც მაპარია. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება, არ არის ისეთი, რაც არ ლაგდება. ისეთი არაფერი არ არსებობს ამ სამყაროში. და ესაც დალაგდება. აი შემიძლია გითხრათ. და თქვენ ყველა ვინც ახართ აქ მოესწრებით ამ ამბავს. იმიტომ რომ ეს უკვე დიდი დრო აღარ დარჩა. აი ამას ქვია რეალურად აპოკალიფსი. მეტი არაფერი. მსგავსი იყო მიახლოებით 14-15,000 წლის წინ, როდესაც ღერძი შეიცვალა დედამიწის და ეხლა მსგავსი ბევრდება. ისე რომ კარგად ძანდებოდით, სიკეთეს გისურვებთ.